დახურული სხდომა დაახლოებით 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა დილის 11 საათზე დაწყებული პროცესი და დაასრულდა საღამოს 19 საათზე. მთელი ამ დროის განმავლობაში 3 მოწმე დაიკითხა, მათ შორის ერთ-ერთი იყო შატვეროვი ალექსანდრე, ეს არის სოფიო სიგუას მამა და შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი მშობელი დაუპირისპირდა სოფიო სიგუას. ამასთან დაკავშირებით მას მხოლოდ ერთი კომენტარის გაკეთება შეუძლია, როგორც სოფიო ამბობს ჩვენთან საუბრისას, ის გადაწყვეტილება, რომელიც მისმა მამამ საქართველოში ჩამოსვლასთან და ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით მიიღო, მისთვის ცნობილი არ იყო. შესაბამისად, ეს ყველაფერი იყო მისთვის ერთგვარი სიურპრიზი და გაუკვირდა კიდეც, თუმცა ამბობს, რომ იქიდან გამომდინარე, რაც მისი მშობლისაგან მოისმინა, აბსოლუტურად აღარ არის გასაკვირი არაფერი, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც იტოვებს იმეცსა და მოლოდინს იმისა, რომ სასამართლო ობიექტურ და ადეკვატურ, როგორც თავადაც ამბობს, გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს გადაწყვეტილება გამოცხადდება ორშაბათს 12 საათზე. იქიდან გამომდინარე, რომ სხდომა დახურულია, ვერც ერთი მხარე კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობს, ვერც სოფიო სიგუა და ვერც ალექსანდრე სიგუას ადვოკატი ჩვენთან საუბრისას იმ დეტალებს ვერ იხსენებენ, თუ რასთან მიმართებით იყო საუბარი ამ სხდომის დროს. იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ ამის უფლება, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარეს აქვს მოლოდინი, რომ მათი სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება საბოლოო ჯამში მიღებული. ამის მოხსნა არის არა მარტო ჩემი საფრთხე. თვითონ მოძალადის საფრთხეც არის, იმიტომ რომ მან რომ ეს დანაშაული შეასრულოს, ის აუცილებლად აგებს პასუხს. მარტო მე არ ვზარალდები. ის მხარეს დაზარალდება და მით უმეტეს ჩვენი სამი შვილი ეგ იქნება კიდე, არ ვიცი, ისეთი რეალობა, რომელიც მე ზუსტად ვიცი, რომ ეგ ადამიანი ამ ყველაფერს, აი ამ მდგომარეობაში და ამ ცუდ სიტუაციაში არის სრულიად არაადეკვატური. როდესაც არანაირი მიზეზი არ ქონდა, მაშინ იყო არაადეკვატური, ეხლა სრულიად შეუქცევადი იქნება მისი საქციელი და მამა თქვენი დაიკითხა სპეციალურად ამისთვის ჩამოვიდა საქართველოში, ანუ რა გამოდის, რომ თქვენს წინააღმდეგ მისცა თქვენმა მშობელმა ჩვენება? 30 წელია იქით არის. სულ არის ნამყოფი 4 ჯერ საქართველოში, რაც მე ქორწინებაში ვარ. პეტერბურგიდან რო ჩამოიყვანს რომ მოწმეს, რომელიც აქ ამბობს, რომ არაფერი არ უნახია, ვინაიდან რადგანაც 30 წელია იქით არის, აი რა საჭირო იყო ან მისი ჩამოყვანა, ან პლუს ამას ესეთი მოწმის, ესეთი სპორტული დაჟინებით მოთხოვნა, რომ ის კაცი აქ ჩამოიყვანეს. ეს არის პირდაპირ ამ კაცის სოფიო სიგუას აი ამორალურ ქმედებაზე მოქმედებს. მამაშვილობაც კი არ არსებობს მისთვის. ამ მოწმეების მიერ არ მომხდარა რაიმე ისეთი სახის ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შემხებლობაში იქნებოდა საქმესთან. გადაწყვეტილება გამოცხადდება 27 ივლისს და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო შემაკაბელ ორდერს დატოვებს ზალაში. ორშაბათს ზუსტად 12 საათზე გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქალაქო სასამართლო და დატოვებს თუ არა ძალაში შემაკავებელ ორდერს. ამ ეტაპზე ორივე მხარეს აქვს იმის მოლოდინი, რომ მათი სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც შეეხება დღევანდელ სხდომას. ალექსანდრე შატვეროვი იყო ადამიანი, რომელიც არის სოფიო სიგუას მამა, თუმცა დღევანდელ პროცესზე ის პოზიციონირებდა იოსებ სიგუას სასარგებლოდ, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, კონკრეტული დეტალები არ არის. იქიდან გამომდინარე ცნობილი, რომ სხდომა დახურული იყო თავად მას სოფიო სიგუას მამას მედიასთან დამატებითი კომენტარის გაკეთება არ სურს. ამ დრომდე დუმს ალექსანდრე, უბრალოდ ამ დრომდე დუმს სოფიო სიგუაც და კომენტარს არ აკეთებს ის, ხოლო მისი ადვოკატი ამბობს, რომ არანაირი ძალადობა არ ყოფილა ამ პროცესში, ამიტომ ყველაზე ობიექტური, ადეკვატური და რელევანტური გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან ის იქნება, თუ კი ის გააუქმებს გადაწყვეტილებას შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით.